ნუ მეტის არც სხვანაირად არც ველოდი, რა თქმა უნდა და უკვე იდეაც გაჩნდა. მე მგონი რომ თქვენ არ უნდა დაშორდეთ ამ ამბავში ერთმანეთს. საინტერესო შემოთავაზება, პერსპექტიული. მითხარი შენ როგორ ხარ ხა ძვირფასი? რა ვიცი, მეც კარგად და დღეს საქართველოში ადამიანი რო სიმღერის ხასიათზე არის ეს ძალიან ბევრს გადასცემს იმას რომ თელმა ქართველებმა უნდა ვიმღერო და შენ კიდე მადლობა ამის რომ ამ განწყობაზე გვაყენებ. სიმღერა და ზოგადად მუსიკა აერთიანებს ძალიან ბევრ ადამიანს და რა ვიცი, ჩვენც ამ იმედით ვართ, რომ აერთიანდებით და არ ზუსტად ამას ვამბობ. გესმის რაღაც არ ექსია წაიკითხოთ, არაფერი არ ქნათ რაღაცა და ეს არ არის ხო რაღაცა ქართველი კაცი ადამიანი რაღაცა და ესე ბევრს განაპირობებს თქვენი მაგარი მომღერლების ამბავი, როცა ვისმენთ, მაინც რაღაცა არ არის მიჩუმებული და ბედნიერებას განიჭებს. მე ესე ვარ რა. აი განწყობა შემიძლია მთლიანად შევცვალო. წეგან კულისებში ვლაპარაკობდი, რომ რა საქმე უნდა მქონდეს, რომ არ გადავდოთქო და მე ხა ესეც ვთქვათ, რომ ლუციკოს თავისებური ხასიათი აქვს სიმღერა. არ მეაქვს აბარა. და მაგარი ხარ, მაგრები ხარ და მადლობა კიდევ ერთხელ რომ მოგწოდეთ. მადლობა თქვენ. აი ხარით, მადლობა. მადლობა ლუციკოს. ასევე. მითხარი ეხლა აბა რამე სიახლეები რა ხდება? არა, არაფერი ისეთი ვაგრძელებთ ესე გადაცემიდან გადაცემაში, სამსახურიდან სამსახურში და ასე შემდეგ. ხო, ისეთი. ნუ პირადზე არ შეგეკითხე. ხო, არა პირადზე. ეგ თემა არის დაბლოკილი ყველა ტელევიზიაში, სანამ შევდივარ ვიზახ პირადზე არაფერი არ ვკითხოთ. და მე ვიმუქრები წავალ გადაცემიდან თქო. ამის ლაივში შემიყვანეს რა და მაშინ ვუთხარი რომ მეთქი პირადზე თქო, ისე თორე დავტოვებ გადაცემას წავალ თქო. არა, არ მიუხედავად იმისა, მაინტერესებს თუ როგორ დავტოვებ გადაცემას? მიუხედავად იმისა, რომ შეიძლება ძალიან გვაინტერესებდეთ, კარინცაც არ დავძრავთ. კარგი